ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები. ეს ძირითადი საკითხებია, რაზეც საქართველოს ენერგეტიკის გამოფენისა და ფორუმის ფარგლებში სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. პანელურ დისკუსიებში მზის, ქარის და ჰიდროსადგურების დეველოპერები მონაწილეობდნენ. რა სჭირდება ენერგეტიკის სექტორს სწრაფი განვითარებისთვის და როგორ ითვისებს ქვეყანა განახლებად ენერგიებს. კრისტინე გამთენაძე გვერდება თემის დეტალებით ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაიკო მოგესალმები. საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპის დაჩქარებას პროგნოზირებენ. სექტორში ინვესტირებით ინტერესდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები. ბიზნესის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ სადგურების მშენებლობის ნაწილში ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან. უახლოეს 3-5 წლიან პერიოდში კი ქვეყანაში დაახლოებით 1000 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურები შევა ექსპლუატაციაში და როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მთავრობის განკარგულებით 1700 მეგავატის სიმძლავრის პროექტების განხილვა შეწყდა, მათ შორისაა მზის სადგურებიც. აქედან გამომდინარე სექტორს მოლოდინი აქვს, რომ ქსელთან მიერთების ნაწილში კვოტები გამოთავისუფლდება და მიმდინარე წლიდან გამოჩნდება ცალსახა სურათი, რომელ ქვესადგურებზე იქნება მიერთების შესაძლებლობა. ამასთან მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ბიზნესის ვარაუდით CFD აუქციონებში გამარჯვებული პროექტების გაცხრილვის პროცესი კიდევ გაგრძელდება და ბაზარს გამოეთიშებიან ის კომპანიები, რომლებსაც მხოლოდ სიმძლავრეები ჰქონდათ დარეზერვებული და რეალურად პროექტების გადაყიდვას გეკმავდნენ. სანამ ეს პროცესები დაიწყებოდა, პროექტების გაუქმების პროცესები დაიწყებოდა, იქამდე, მთელი ამ წლების განმავლობაში ახალი მიერთების შესაძლებლობის აღება იყო შეუძლებელი. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ელექტროსისტემა ამბობდა, რომ აქ მიერთების შესაძლებლობა არ არის. ამიტომ ნებისმიერ ინვესტორი, რომელიც ჩვენ გვირეკავდა და გვეუბნებოდა, უკვე მოცემულობა და გვეუბნებოდა, რომ აინტერესებდა მზის ელექტროსადგურში ინვესტირება, ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ დღეს არ არის ახალი კვოტა, შეიძლება რამდენიმე წლის მერე გამოთავისუფლდეს და დღეს არის რეალობა, რომ მაშინ ვინმე თუ ყიდის, რომელსაც არ აქვს ინვესტიცია რო ააშენოს, ან თავიდანვე მიზანმიმართულად იმისთვის აიღო ეს ნებართვა და ფაქტობრივად დააბევა, რომ ეს ყოფილიყო გადაყიდვისთვის. და ერთადერთი კომუნიკაცია ჩვენს ვახტანგ ინვესტორთან ის იყო, რომ უნდა იყიდო არსებული პროექტი. თუმცა, წეგან მე როგორც აღვნიშნე, ინვესტორი მზად იყო ყოველთვის, რომ არსებული პროექტი ეყიდა, თუმცა ის პროექტი იყო მხოლოდ ელექტროსისტემის მიერთების უფლება. დეველოპმენტით დაკავდნენ ისეთი ორგანიზაციები და ჯგუფები, ვისაც ფაქტობრივად ფინანსური რესურსი არ გააჩნდათ. ამიტომ ზუსტად მოხდა ის, რაც მოხდა. ბევრი პროექტი დაიბლოკება კიდევ ბევრი პროექტი და ამის რეალური გადაწყვეტა არის ერთის მხრივ ქვეყანამ გაიგოს რამდენი ჭირდება განახლებადი პირველი, მეორე თუ რა ინფრასტრუქტურული განახლება ჭირდება ქსელს იმისთვის რომ დაიერთოს ეს და მესამე როდის ჭირდება სახელმწიფოს ამდენი ენერგიის მიღება. უახლოეს 3 წელიწადში თუ აშენდება 1000 მეგავატი მზის ელექტროსადგური, ეს სრულიად და ძალიან დიდი განაცხადი იქნება ქართული განახლებადი ენერგიის ნაწილში, კერძოდ კი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაში. უფრო მეტად ალბათ ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდებიან და უნდა მიემსურს რომ გამოჩნდნენ ევროპელი ინვესტორები, რომლებსაც უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მზის ელექტროსადგურების მშენებლობაში და მათ შეძლონ გააკეთონ სწორი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ალბათ ჩინური კომპანიებიც გამოჩნდებიან უბრალოდ უფრო მშენებლობის ნაწილში. განვლილი პერიოდის განმავლობის ანალიზს თუ გავაკეთებთ, აღნიშნული სექტორი საკმაოდ მზარდი არის საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოს ასე ვთქვათ პირობები ხელს უწყობს, საკმაოდ ზიანი ტერიტორია გვაქვს, შესაბამისად ინვესტიციები ამ მიმართულებით იზრდება ყოველწლიურად. საკმაოდ ბევრი პროექტის განხორციელება მოვახერხეთ უკვე, 100-მდე პროექტი გვაქვს საქართველოში განხორციელებული, უშუალოდ ეკოლოგ ჯორჯიას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მიმართულება ვითარდება ყოველწლიურად, თუნდაც წელს უკვე მინიმუმ 6 მეგავატი მზის სადგური გვაქვს აშენებული საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებს, მოლოდინია, რომ რეგულაციების გამკაცრების გამო ამ ტიპის სადგურების მშენებლობის ტემპი შენელდება. როგორც იცით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მარეგულირებელ გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა და სემეკი ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის მოდელზე გადავიდა. სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო და ბიზნესი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ნეტო დარიცხვა გულისხმობს, რომ ყისიერად თუ არ მოხდა ელექტროენერგიის მოხმარება, რაც საკმაოდ რთული არის, ამ შემთხვევაში გამანაწილებელი ლიცენზიანტი ავტომატურად შეისყიდის ამ ელექტროენერგიას, რაც ცალსახად გულისხმობს იმას, რომ
უფრო ნაკლები დაინტერესება არის მზის ელექტროსადგურში ინვესტიციით, ვიდრე იყო პირობითად ნეტო აღრიცხვის შემთხვევაში, რა დროსაც ძალიან ბევრი ბენეფიტით სარგებლობდა მომხმარებელი. ნეტო დარიცხვამდე მოგვეხსენება იყო ნეტო აღრიცხვა, შესანიშნავი მოდელი, ერთ-ერთი შეგვეძლო ჩათვლა. დღეს უკვე ეს მოდელი გადავიდა ნეტო დარიცხვის ფორმატში. ვფიქრობ, რომ ეს გადასვლა ცოტა ნაადრევი იყო, იმიტომ რომ სექტორმა რეალურად ვერ მოასწრო სათანადოდ განვითარება და დღეს მდგომარეობით, როდესაც შენ ნეტო დარიცხვით შეგიძლია მხოლოდ და მხოლოდ კილოვატზე 5 თეთრი იხეირო, ეს უკვე ნაკლებად საინტერესო არის. მაგრამ გასაგები არის გარკვეული კუთხით თვითონ ლოგიკაც, რატო შეიძლება მომხდარიყო ეს, მაგრამ აქ მე მოვისურვებდი იმას, რომ სემექს და შესაბამის უწყებებს ემუშავათ იმაზე, თუ როგორ შეიძლება აქტიურად წახალისდეს მიკროგენერაციები უშუალო ოჯახების კუთხით, რომ ყველა ოჯახს შეეძლოს მცირე მზისადგურის დამონტაჟება და მიიღოს გარკვეული სახის შეღავათი. ენერგეტიკის გამოფენის ფარგლებში დღესვე პანელური დისკუსიები შეეხო ქვეყანაში ჰიდროსადგურების მშენებლობის ტემპებს და მასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს, აღინიშნა, რომ გარდა ბიუროკრატიული ბარიერებისა, ჰესების მშენებლობის პროცესს კვალიფიციური კადრების დეფიციტიც აფერხებს. ამასთან კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჰესების მშენებლობისთვის დღეს არსებული 6.5 ცენტიანი ტარიფი არასაკმარისია და თუ ეს ტარიფი არ გადაიხედა ამ მოცემულობაში, ხარისხიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.